საჰადარიგის სამვარსკვლავიანი გენერალი კით კელოგი არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ადმინისტრაციის უფროსად, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მსახურობდა. კურტ ვოლკერი, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს უკრაინაში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა კარგი არჩევანი გააკეთა. ის გამოცდილი სამხედრო ლიდერია, სამვარსკვლავიანი გენერალი, რაც საკმაოდ არსებითია. მას პრეზიდენტ ტრამპთან ახლო ურთიერთობა აქვს, ამიტომ პირდაპირ კომუნიკაცია შეუძლია, რაც მნიშვნელოვანია. ვოლკერი განმარტავს, რომ კელოგი იმაზე იმუშავებს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების ტრამპისეული ხედვა განახორციელოს. ეს ნიშნავს პრეზიდენტ ტრამპის გზავნილების გადაცემას, ადგილზე რეალური ვითარების შეფასებას და მხარეებს შორის ნებისმიერი გზავნილების გატარებას. კელოგი უკრაინაში ომის დასრულების გეგმის თანაავტორია, რომელიც ამერიკის პოლიტიკის ინსტიტუტის ამერიკული უსაფრთხოების ცენტრმა გამოაქვეყნა. მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებზე დაფუძნებული შეთანხმების მისაღწევი ოფიციალური პოლიტიკა უნდა დაიწყოს. ამ გეგმით, თუ კიევი რუსეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს. რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვის დასარწმუნებლად კი კელოგი კიევის ნატოში გაწევრიანების შეყოვნებისა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის იდეით გამოდის. ის ამ გეგმის შესახებ ამერიკის ხმას ივლისში ესაუბრა. ეს არ ნიშნავს უკრაინის დანებებას. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ტერიტორია უნდა დათმონ. კელოგმა ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისადმი არასაკმარისი სამხედრო დახმარებისთვის გააკრიტიკა. ეველინ ფარკასი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვის დეპარტამენტში რუსეთ-უკრაინის პოლიტიკას უძღვებოდა, ამას ეთანხმება. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია კარგად იწყებს იმ მხრივ, რომ უნარიან ექსპერტს ნიშნავს და ასევე ამ საქმეს მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოყოფს. უკრაინაში ამერიკის ყოფილ ელჩს ჯონ ჰერბსტს კი სჯერა, რომ კელოგს ესმის, რომ უკრაინაში პუტინის აგრესია ევროპასა და მსოფლიოში ამერიკულ ინტერესებს ემუქრება. მას ესმის, რომ ომის ესე დასრულება, რაც როგორც ტრამპს ესმის, უკრაინის გადარჩენას უზრუნველყოფს. ეს შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მის ღია კრიტიკოსს ჯონ ბოლტონს მიაჩნია, რომ კელოგს ამ თანამდებობისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს. მას თვითონ კონფლიქტის შინაარსის შეგრძნება არ აქვს. ის ბევრი კუთხით ნატოს ოპონენტია. დევიდ კრამერი, რომელიც უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპულ პოლიტიკას უძღვებოდა, ტრამპის მეორე ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის შემადგენლობას უკრაინისთვის და ევროპისთვის იმედის მომცემ ნიშნად მიიჩნევს. ვფიქრობ, რომ მაგალითად გენერალ კელოგის საგანგებო დესპანად შერჩევა ძალიან იმედის მომცემი ნიშანია. სენატორ და იმედია სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაც ვითარება კარგად ესმის. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი მაიკლ უოლსი ძალიან ძლიერი არჩევანია. უკრაინაში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატის დანიშვნას სენატისგან დამტკიცება არ სჭირდება.